მადლობა სტუმრობისთვის და მინდა წარდგენა გავაკეთო პატარა მონახაზის სახით ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართველების საქართველოსთვის. ესეთი ორგანიზაცია ჩამოაყალიბეთ და მაინტერესებს მიზანი რა არის, რა მიგიყვანა იმას რამე რომ ეხლა ამ მოცემულობაში ეს ორგანიზაცია შეგექმნა და შემდეგ უკვე დავიწყებ დანარჩენ ფუნდამენტურ კითხვებზე მერე გადავალ. ბატონი გიორგი იგივე სპარტაკ ქოჩქიანია დღეს ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ეკლა, მოგესალმებით შენს მაყურებელს. ამ აზრამდე მიყვანა იმ მოცემულობამ, რომ ქვეყანაში დღესდღეობით არ არსებობს ეროვნულ ფლანგზე ძალა, რომელიც დაუპირისპირდება და საპირწონე იქნება ამ ანტიეროვნული სისტემის, ანუ კოლექტიური ხოცებისა და კოლექტიური ნაცების ერთობისა, ანტიეროვნული ერთობისა. ესენი არიან ერთი და იგივე ერთ საქმეს წარმართავენ ქვეყანაში და მათი მაფიოზურ კორუმპირებული კლანების მეშვეობით ანადგურებენ ჩვენს ერთსა და ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჩამოგვიყალიბებინა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართველების საქართველოსთვის. არა პარტია მოძრაობის სახით არის და ორგანიზაციის სახით არის, ხო? ეს არ არის პარტია, ეს არის მოძრაობა, რომლის ირგვლივაც უნდა გაერთიანდეს მთლიანად ყველა ეროვნულად მოაზროვნე და ერის კეთილდღეობისათვის და სამშობლოსთვის მებრძოლი მამულიშვილი და განსაკუთრებით ასევე პარტიები, რომელიც ეროვნულ ფლანგზე იბრძვიან და პოლიტიკურ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ეს არის მიზანი, რისთვისაც შეიქმნა ეს მოძრაობა. სპარტაკ, ჩვენ ვიცით, რომ არაერთი ეროვნულ ფლანგზე არაერთი პარტია, არაერთი სხვადასხვა ორგანიზაცია არის, ამიტომ ესე მინდა გკითხო, რატომ ეხლა და რატომ ეს ორგანიზაცია, რატომ უნდა აირჩიოს, თქვათ, ეროვნულ ფლანგზე არსებულმა პარტიებმა ამ ორგანიზაციის ირგვლივ, თქვათ, ან გაერთიანება, ან თუნდაც საუბრის დონეზე რომ წამოვიდეს თქვენთან სხვადასხვა პარტიები და რაღაცა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება მოხერხდეს სხვადასხვა ეროვნული ფლანგის. რატომ, როდესაც არაერთი არის დღევანდელობაში ესეთი? მოგეხსენებათ, რომ როდესაც ქვეყანა დგებოდა, ჩვენ გვახსოვს ყველა ისტორიიდან, გვახსოვს ბოლო ეროვნული მოძრაობა, გვახსოვს პიროვნულადაც ჩვენ თვალწინ წარიმართა და ჩვენი მონაწილეობით, ასევე რამდენჯერმე, როდესაც ერი დგებოდა ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე და ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ქართველი ერის მდგომარეობა, როგორ მდგომარეობაში ვიმყოფებით დღეს, ყოველთვის ეს ფარნავაზის დროიდან, ვახტანგ გორგასლის დროიდან, რა ვიცი, ყოველ იმაზე სხვადასხვა სახით ხდებოდა ეროვნული მოძრაობა, ერთიანდებოდა ერი, ვამარცხებდით ანტიეროვნულ ძალებს და ხდებოდა მერე ქვეყნის განვითარება და წინსვლა. დღეს ქვეყანა დაგსახსული არის ამ ანტიეროვნული ძალების მიერ. ესაც ხელოვნურად არის ამდენ პარტიად დაყოფილი ეროვნული ფლანგი. გარდა ამისა, ყველას მე ახლა ძალიან პირდაპირ უნდა ვიყო, ყველას რაღაცა პიროვნული ეგოისტური მე აზრი აწუხებს, რომ აი გე და მე გავაკეთებ ამას და მე და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის შედეგი, რომ ამდენი წლის განმავლობაში 30-35 წლის განმავლობაში რამდენიმე პოლიტიკური პარტია, საზოგადოებრივი პოლიტიკური მოძრაობა ბევრი მოღვაწეობდა ვერ მოხერხდა ამ ანტიქართული პოლიტიკური კურსის შეჩერება, რაც დღეს უკვე თითქმის ბოლო ეტაპზე არის მისული. სწორედ აქედან გამომდინარე და პლუს კიდე ყველა ეს პარტიები ზოგი შიგნითაც განხეთქილება ხელოვნურად შექმნილია სისტემის მიერ, ზოგს ერთმანეთის პირისპირ იბრძვიან, ერთმანეთს ებრძვიან იმის მაგივრად, რომ საერთო ანტიეროვნული სისტემის მიმართ იბრძოლოს და ვიბრძოლოთ ქართველი ერის და სამშობლოს გადასარჩენად ერთმანეთს ებრძვიან და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ
ეს ინიციატივა ჩემი, მე ჩემთან ერთად რამდენიმე ადამიანი ეროვნულად მოაზროვნე შევიკრიბეთ და მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და ეს არ არის տեղანაც აღნიშნე, ეს არ არის ეროვნული, ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის ეროვნული მოძრაობა ერის გაერთიანებისათვის. ეს არის ჩვენი მიზანი და მე ეხლა კონსულტაციები ხვდები სხვადასხვა პარტიებს, ასევე მიკავშირდებიან თვითონ ინდივიდუალური პირების, ვისაც აწუხებს დღევანდელი მდგომარეობა ქვეყნის და სამშობლოში და რა ვიცი რა შედეგი იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა თუ ვისაც მართლა აინტერესებს საქართველოს ბედი და ვისაც უნდა რომ შევაჩეროთ ეს ანტიქართული პროექტი, ეს არ არის პოლიტიკა, რაც ჩვენთან ხდება, ეს არის ანტიქართული პროექტი საქართველოს ქართველების გარეშე. მიმდინარეობს ქართველი სოციალური, ეკონომიური, დემოგრაფიული, პოლიტიკური ყველანაირი გენოციდი. და ეს უნდა შევაჩეროთ, ამისათვის აუცილებლად უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, უნდა მოვიდეს ეროვნული ძალები და შეჩერდეს ეს ანტიქართული პროექტი. სხვანაირად ჩვენ დღეს ქართველებს, მე არ ვამბობ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველებს ყველანაირი უფლება აქვს ჩამორთმეული. არაფერს არ გვეკითხებიან საერთოდ, აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენთ. ჩვენ არ წარმოადგენთ პოლიტიკურ სუბიექტს. აი ეს არის პირველ რიგში რომ ქართველმა ერმა უნდა დაებრუნოს ძალაუფლება, ქართველმა ერმა უნდა და ქართველიერი უნდა გახდეს პოლიტიკური სუბიექტი. ამ სოფლიო პოლიტიკურ არენაზე პოლიტიკური სუბიექტი სახელმწიფო საქართველო კი არ უნდა იყოს, მაგრამ ქართველიერი უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვეკითხებოდეს ხელისუფლება, ჩვენ უნდა წარმოადგენდეთ ხელისუფლება და ჩვენ უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებას თუ რა გზით ვიაროთ, რა კურსით ვიაროთ, ვისთან რა ურთიერთობა დავამყაროთ. ყველანაირ ჩვენ დღეს ზოგიერთი დაყოფილი არის პრორუსულ ძალებად, პროევროპულ ძალებად, პროამერიკულ ძალებად, ისეთების არიან, რა ვიცი მე ამასინათ რაღაც სისულელე მოვისმინე, აი პროთურქული და რაღაცა ისეთი ძალების ყოფილან, თურმე ჩვენთან რომ აი თურქულ აზერბაიჯანულ ალიანსში უნდა მივიღოთ თურმე მონაწილეობა და რაღაცა, ნუ აბსურდი, აი ძალიან გამიკვირდა ასეთი ისიც რომ მოვისმინე და აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ არ გავხდით პოლიტიკური სუბიექტი ერი, ჩვენ თუ არ დავიბრუნეთ ძალაუფლება, ჯერ პირველ რიგში ძალაუფლება, მერე სამშობლო წარსულული გვაქვს ქართველებს, უნდა დავიბრუნოთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და არა სახელმწიფო სუვერენიტეტი. სახელმწიფო სუვერენიტეტი ყოველთვის გვექნება ჩვენ, თუნდაც საქართველოს ეკნება სახელმწიფო სუვერენიტეტი, თუნდაც ეს არაბები დგავსებენ თუ ინდუსები თუ რა ვიცი, ამას მაინც ეკნება სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეს იქნება არაქართული სახელმწიფო. აი ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა, რა ვიცი, თუ გვაინტერესებს ქართველებს რომ დავიბრუნოთ ჩვენი ეროვნულ სახელმწიფოების სუვერენიტეტი, დავიბრუნოთ ჩვენ ქვეყანას, დავიბრუნოთ სამშობლო და შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული იდენტობა, მაშინ უნდა გავერთიანდეთ ამ ეროვნულ მოძრაობაში ყველა. მაგ ყველას მოუწოდებთ, ყველასთვის კარგია, ვინც ეროვნულად აზროვნებს და ვისაც იგივე პრობლემები აქვთ, რაზეც მე ვსაუბრობ. ბატონო სპარტაკ, მე უფრო ხას რაღაც მაინტერესებს. როდესაც საუბრობთ ამ ხელა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ესეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, მით უმეტეს ეროვნულ ფლანგს ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან უჭირდა ხოლმე გაერთიანება. ლიბერალები მაგით ჯობნის ყოველთვის ეროვნულებს, ისინი კი ძალიან ბევრ შპილკაობენ ერთმანეთში და ძიძგილაობენ, მაგრამ როდესაც რაღაც გადამწყვეტი ხდება პოლიტიკურ ველზე, მათთვის გაერთიანებას ყოველთვის ახერხებენ ხოლმე იმ ერთი იდეის გარშემო. და ჩვენს შემთხვევაში ცოტა სხვანაირად ხდება და ძალიან უჭირს ქართულ ხალხს გაერთიანება ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს და ბუნებრივია კითხვა გაჩნდება, რა არის ამ ადამიანის პოლიტიკური ზუგჩანთა, რა უკეთებია აქამდე პოლიტიკურად, ხო, საიდან მოდის. მე მინდა ცოტა შორიდან დავიწყო და გკითხო, მე ვიცი რომ ნაბრძოლი ადამიანი ხარ და მინდა დავიწყო აფხაზეთიდან მოყოლებული და შემდგომ პროცესების პოლიტიკურად სად ყოფილხარ, რა აქტივობებში ყოფილხარ და როდესაც უკვე დაიწყებს საუბარს, თავად შენი პასუხები მომცემს იმის საშუალებას, რომ მეტი კითხვა დავსვა ამ თემაზე.
ბატონო, მე სულ პრომაბიჯობაში, როდესაც ჯერ კიდევ რასულზოვანი ვიყავი 17-18 წლის ასაკში, 17 წლის 16 წლის ასაკში მე აქტიურად ვიყავი ჩართული ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ბატონ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დროს გვერდით ვედექი აფხაზეთიდან ახალგაზრდული ორგანიზაციის ჯგუფები ჩამოყავდა, იქაც ჰქონდა შექმნილი რაღაცისა და რა ვიცი, მაშინაც აქტიურად ვიყავი ჩართული იმ პროცესებში, რაც ხდებოდა იმ დროს. უბრალოდ რაც შემეძლო, რა ჩემი მაშინ გამოცდილება, რა თქმა უნდა, ხელა არ მქონდა გამოცდილება და დღევანდელი სულ სხვანაირ იმას რაღაცას შევიდანდი ჩემთვის, მაგრამ რაც შემეძლო ვაკეთებდი. მე რა ვიცი, რა თქმა უნდა, ყველას მოგვეხსენება ომი დაიწყო. მაშინაც ბევრი შეცდომები იქნა დაშვებული, მე ეს ეროვნული მთავრობა ჩამოაგდეს, მე ეს ხელოვნური ომი აფხაზებთან, ოსებთან, ხელოვნურად მოწყობილი ომი, წინასწარ წასაგებად დაწყებული ომი. აფხაზეთშიც ვიბრძოდი, მე აფხაზეთი დაიკარგა, მე კოდორის ხეობაში ვიცავდი კოდორის ხეობას. ნახე, გვარიდან გამომდინარე, ხა სვანი ადამიანი ხარ და მე უკვე დამაინტერესა, რადგან ახსენე კოდორის ხეობა. მაგ პერიოდში რა პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდი და კოდორის ხეობის დაკარგვასთან, ანუ იმ პერიოდის პროცესებთან რა კავშირი გაქვს, ეგ მაინტერესებს ახლა უფრო. მაგ დროს ჩვენ გავგავდით რომ თლიანად თელ საქართველოს მაფიოზურ კორუმპირებული კლანები მართავდნენ შევარდნაძის დროს. იყო კორუფცია, იყო სამშობლოს ღალატი, ყველანაირისა, რა ვიცი და მაგ დროს აუცილებელი იყო შევარდნაძის ამ მაფიოზურ კორუმპირებული ხელისუფლების მოშორება. ამ დროს მონაწილეობა მივიღე, რა თქმა უნდა, გვერდით დაუდექი ნაციონალურ მოძრაობას. აქტიურად მონაწილეობდი, ისე კი არა, მართლა ჩართული ვიყავი ბოლომდე ყველა პროცესებში, რაც იყო ეს ავადმზახსენებელი, ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის იმაშიც ყველაფერში და პარალელურად უკვე მე ჩამაბარეს მე კოდორის ხეობის მიმართულება. რა გახდა მიზეზი შენი მაგ პროცესებიდან ჩამოშორების სპარტაკ და ნახეთ ჩვენ ვიცით რომ სისხლიანი 9 წელი ამას ვიძახით წლებია ვიცით რომ დანაშაულებრივი ხელისუფლება იყო და მე ხომ მაინტერესებს რა კუთხით რადგან ეროვნულ ფლანგზე ამ ხელა ორგანიზაცია დაარსე და იწყებ ეროვნულ ფლანგზე ოფიციალურად უკვე პოზიციონირებას იმისთვის რომ რაღაც ერთი კოლგის ქვეშ ეროვნულებმა შეძლონ გაერთიანება და დღეს ვხედავთ რომ ეროვნულები ყველა ერთმანეთზე წაკიდული პარტიებს გულისხმობ იმან იმასაც ყენინა ამან ამასაც ყენინა შეურაცხყოფები პირადიც არა მარტო პოლიტიკურის და ასე შემდეგ ხო და როდესაც უნდა გაერთიანდეს სიტყვაზე და მოწოდებას აკეთებ რომ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები რაღაც კოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს ლოგიკურად კითხვა გაუჩნდება მაყურებელს ნაცების სისხლიანი რეჟიმის პერიოდში მონაწილე ადამიანი როგორ მოახერხებს ამას და თან ეროვნულად როგორ წარმოგვიდგენს თავს და ამიტომ მინდა ეს ჩაკითხვა გავაკეთო შენთან და მაინტერესებს რა გახდა მიზეზი შენი იქიდან წამოსვლის და კოდორში რა პროცესები იყო ესეც მაინტერესებს სიღრმისეულად ალბათ დღეს ვერ მოახერხებ მაგრამ როგორ შეიძლება კი ბატონო, ვისაუბრებ ახლა კოდორის ხეობის მიმართულებით მე ვარ მაშინ ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი, პარალელურად უშიშროების განყოფილების უფროსი ვიყავი და უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი აფხაზეთის მიმართულებით. ყველა საკითხი ჩვენ მქონდა შეთანხმება პრეზიდენტთან მაშინდელ პრეზიდენტთან სააკაშვილთან, ასევე მერაბიშვილთან, ის იყო უშიშროების საბჭოს მდივანი მაგ დროს. ირაკლი ალაშანიასთან ხელი მქონდა ჩამორთმეული მაგ იმაზე, რომ ჩემთან შეუთანხმებლად არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ კოდორის ხეობის მიმართულებით. მათი მიზანი იყო კოდორის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება და იქ მოგეხსენებათ რომ იყო კრიმინოგენური ვითარება რაღაცეები რა თქმა უნდა იმიტომ რომ როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით
რა ფორმითაც იყო მართლობა მაფიოზური კორუმპირებული იგივე მართლობა იყო კოდორის ხეობაში იქაც იყო ცვლილებები საჭირო აქედან გამომდინარე ამათ უნდა პირდაპირ კოდორის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება დაჭერა მონადირეთა ბატალიონ მონადირეს განიარაღება და რაღაცები რაზედაც მე შევეწინააღმდეგე მაშინ უთხარი რომ მე ბატალიონი მონადირე იყო რომელმაც დაისვა კოდორის ხეობა ეს მონადირე ჩამოყალიბდა მე ემზარგუციანმა თუ არა ჩამოაყალიბა თორე მანამდე სახალხო ლაშქარი იყო იცავდა იქ ადგილზე მე ემზარგუციანმა ეს ბატალიონი მონადირე მასაკნა რომ ხეობას ცოტა აქედან საშუალება ყოფილიყო იარაღის მიწოდების თან ხელბაზების ქონოდა რაღაცა ნუ ბევრი რაღაც ნიუანსები იყო რომ ეს ფორმალური არაფორმალური ის გადაქცეულიყო ოფიციალურ ის მისცემოდა რა სახე ხო და ამის ის უნდა განიარაღება ბატალიონ მონადირეს დაშლა ამის წინააღმდეგ წავედი მე შეთანხმებას მივაღწიეთ რომ არ გავაკეთებ თუ ამას რომ მაშინ კრიმინალებთან და იმათთან მე ვუთხარი რომ კრიმინალები და ისინი შემოერთება არის შემორიგება არის შესაძლებელი ამაზე ვმუშაობდი ხალხის განწყობა შევქმენი თორე ესენი ვერ ჩავიდოდნენ კოდორის ხეობაში შევქმენი ხალხის განწყობა მაგ ხელისუფლების მიმართ დადებითი და მაგრამ როდესაც ზემო აფხაზეთი ვერ მიგიღია მონაწილეობა ყველაფერში ბატაკ დამინდა იცით კითხო კოდორის ხეობას აი სწორედ მაშინ მოხდა უკვე ჩვენი პირველი დაპირისპირება იმიტომ რომ მე პირდაპირ ვთხარი რომ ზემო აფხაზეთის დარქმევა ეს არის კოდორის ხეობის ჩაბარების გეგმა ამაზე მოგვიხდა უთანხმოება მე უკვე რახანს ვეწინააღმდეგებოდი მათ ყველანაირად რომ კოდორის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარებულიყო ცვლილებები მომხდარიყო უმტკივნეულოდ სხვათა შორის ემზარგუციანსაც მე ვისაუბრე ბევრჯერ შევხვდი და ისიც თანახმა იყო მაგ ყველაფერზე მაგრამ მე თვითონვე გაითამაშე სპექტაკლი და ემზარის შეიყვანე შეცდომაში და მივიღეთ და მე დამაპატიმრეს აბსურდული ბრალდებით საერთოდ გამაინტერესებს იცი რეალურად საზოგადოებამ ვიცით რაც ჩანდა უბრალო მოქალაქეების თვალით მე პირადად ესე აღვიქვი სახელის შეცვლა იყო აქ მთავარი მნიშვნელოვანი ის რომ მთელი რაც ისტორიას რაც გვახსოვს მეხსიერებაში ვიცით რომ ეს იყო კოდორის ხეობა იყო სვანეთის ტერიტორია და გადაკეთდა სახელწოდება ზემო აფხაზეთი ხო ამის შემდეგ რას მოყვა შენი დაპატიმრება რასთან რა იყო საფუძვლის გარეშე ხოლმე დაგიჭერდნენ და ანუ რა ნიშით დაგიჭირეს და სამართლებრივად რას გედავებოდა ხელისუფლება საფუძველი ის იყო რომ მე მათთვის ხელშემშელი ფაქტორი ვიყავი კოდორის ხეობაში ისინი მე რო არ დავეჭირე ვერ განახორციელებდნენ ამ სპექტაკლებს რაც მე გააკეთეს ამის გულისათვის მე უნდა ჩამოვეშორებინე რომ ემზარგუციანი დაეთანხმებინათ ამ სპექტაკლებში მონაწილეობის მისაღებად რაღაცნაირად არ ვიცი როგორ მოატყუეს მაგაზე მე ვისაუბრებ თუ საჭირო იქნება ესეც ვიცი როგორ მოატყუეს მაგრამ მე დამაბრალეს აბსურდული ბრალდება თითქოს და მე 5 კაცის მკვლელობას ვაპირებდი 5 კაცის მოკვლას ვიღაცა მათივე აგენტი რომელსაც უთხრეს რომ რომელიც დამადგა სასამართლოზე მოვიდა რომ თითქოს მე მას უკვეთავდი 5 კაცის მკვლელობას ერთ-ერთი იყო ემზარგუციანი მეორე იყო სამმართველოს უფროსი აფხაზეთის იყო აფხაზეთის ერთ-ერთი დეპუტატი ერთ-ერთი კანონიერი ქურდი თუ კრიმინალური ავტორიტეტი ბაჩვარღლიანი მე იყო კიდე ერთი ის ირაკლი ფირცხალავა კრიმინალური პოლიციის უფროსი მოადგილე და რა ვიცი ალბათ თელი ის რა ქვია მაფიოზური კლანის მკვლელობის ორგანიზება თუ რა ვიცი თუ სახელისუფლებო თუ რა ვიცი როგორ დაარქვას ეს ხალხმა დაარქვას და აი ამ აბსურდული ბრალდებით დამიჭირეს მე და მომაცილეს იმ კოდორის ხეობას და მე მოყვა ეს ფაქტიურად მე მოსამართლეს როცა განაჩენი გამომიტანა პირდაპირ უთხარი ეს 2006-ში მას უთხარი რომ ჩემი განაჩენით შენ განაჩენი გამოუტანე კოდორის ხეობას მეთქი და ცოტა იმად მიიღო ამან რიმილი სიმით და რატომ იმას ნახავთ მეთქი ძალიან მოკლე ხანში რა მოხდება მეთქი და ისე ყველაფერი აგიხდეს როგორც მე ეს
სპექტაკლები დადგეს, ჩააბარეს ხეობა. და რა შედეგების მივიღეთ? რამდენი წლიანი პატიმრობა მოგისაჯეს? რამდენი წელი მოგიწია? 30 წელი მომიზაჯეს, მე ჩამომიკლეს ისავითომ ძალით აღიარებას მიაღწიეს, რა ვიცი, მთელი ჩემი ოჯახი დაიჭირეს, მე შემომიგზავნეს ვიღაცა და თუ არ აღიარებო შენდას ნარკოტიკებს ჩაუდებენო რაღაცა დაიჭერენო და მე უკვე იძულებული გავხდი და კი ბატონო მეთქი რა მოიტანეთ მეთქი დირექტორს. როგორც ხდებოდა იმ პერიოდში საქმეების შეთხსვა და შეთითხოვნა? როგორც ხდებოდა ესე შეუულებრივად, ეხლა პიროვნულად მე ჩემზე ვერანაირად ვერ იმოქმედეს, მაგრამ როდესაც ოჯახს შეეხება ისა და უკვე იძულებული გავხდი და ვაღიარე რომ მე მართლა ვაპირებდი ამ 5 ადამიანის მკვლელობას. მე კიდე ციხეში გამიშვეს უშიშროების ოფიცერი ამ სამხედრო პოლიტიკური ის რა ქვია გამიშვეს შავებთან ციხეში. ის არ გააკეთეს რომ სპეციალურად თან კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის ორგანიზებით, ეს იყო სპეციალურად მოწყობილი ყველაფერი კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის ორგანიზებით გამიშვეს შავ ზონაში, შავებთან ციხეში. ხო, ეს უკვე სპეციალურად გამიზნული მკვლელობა იყო ფაქტიურად. მაგრამ მე მქონდა ჩემი ავტორიტეტი, ჩემი ადამიანობა, იქაც პატივით დამხვდნენ ხალხი და მე პატივით გამომაცილეს, როცა პატივის წემით როცა გამოვედი და მოვიხადე როცა კოდორის ხეობა რო ჩააბარეს, მე შემომიგზავნეს კურცელი, პატარა ნაგლეჯი იყო, სადაც ეწერა რომ გთხოვთ ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ შემიწყალოთ, ამაზე ხელი მოაწერე და მე ვთხარი ეს მეთქი კარგად დაგუჭოს და ნუ ეხლა ცუდად მოვიხსენიე ამას სააკაშვილთან და ის შემოხვეწა მე დირექტორი, მე დამიჭერენო შენო თუ არ გახვალო შენითო ჩვენ მაინც ძალა უნდა გამოვიყენოთ და გაგაგდოთ მიდანო კარებშიო და აზრი არა აქვს და ჯობია მოაწერო და კაი მოიტანე მეთქი, აი ორი სიტყვით და იქ ხელი მოაწერე, უკვე შეწყალებული ხარო. ის მოაწერე და ზუსტად 2 საათში გამიშვეს. ის მე კიდე დავიწყე რამდენი წელი მოგიწია საჭერის მოხდა? რამდენი წელი? 3 წელი, 3 წელი ნახევარი ვიჯექი, მე რო გამოვედი დავიწყე არასამთავრობოის ჩამოაყალიბე ის რა ქვია სამართლიანობის ინსტიტუტი ავიწყე გამოძიება კოდორის ხეობის საკითხების, ხელმეორედ დამიჭირეს და მეორეს როხზე უკვე თლიანობაში მომიწია 7 წელი სააკაშვილის მაგ სისხლიანეში 7 წელი ციხეში ვიჯექი. შემდგომი პროცესები რა იყო? პოლიტიკური ნაბიჯები, რაც გიკეთებია, სად ყოფილხარ, როგორ ყოფილხარ? პროცესებასთან არანაირი კავშირი არ მქონდა, იმიტომ რომ თავიდანვე ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა ისევე მაფიოზური კორუმპირებული მმართველობა, ის ხალხი ვინც და ვიცოდი რაც მოხდებოდა, საერთოდ გავერიდი ყველაფერს, წავედი სოფელში სადღაც ისაბეგე მიწა და რა ვიცი, ჩემთვის მიყავი არ მინდოდა გამოხედვას პოლიტიკისგან არაფერი, მაგრამ მე რომ ასე ცუდად წავიდა ქვეყნის საქმე, მე გამოჩნდნენ კონსერვატორები, რაღაცა მომეწონა ამათი მოქმედება, ამათი ის და შევერდი კონსერვატორებს. შევერდი რა ვერდით დაუდექი და ვეხმარებოდი რაღაცეებში ქვემო ქართლის მიმართულებით. მოდი დეტალურად ვთქვათ, მაშინ რა საქმიანობას ეწეოდი კონსერვატორებთან, ანუ ნახე ორგანიზაცია ჩამოაყალიბე, ხო? და აქ ორგანიზაციის ჩამოყალიბებამდე რაღაც ბოლო ნაბიჯი იყო კონსერვატორები. რამ განაპირობა ორგანიზაციის ჩამოყალიბება და პარტიული ნიშნიდან გამოსვლა? ნუ პარტიული ნიშნიდან მე მანამდე რას აკეთებდი ამ პარტიაში, რას მოღვაწეობდი, რა საქმე გებარა, მასე ძალიან დაბალი მასე რო ვთქვათ რა. 5 რაიონი მებარა ფაქტიურად, ქვემო ქართლის 5 რაიონი, დმანისი, ბულნისი, სარაფია, წალკა, თეთრი წყარო და მარნეული. ვიყავი კურატორი მაგ რაიონების. რატომ ჩათვალე, რომ იქ აღარ უნდა დარჩენილიყავი და ცალკე ორგანიზაცია უნდა ჩამოყალიბებინა? ჩავთვალე, იმიტომ რომ პირველ რიგში, ნუ იყო რაღაც ნიუანსები, რაღაცები, რაც არ მომწონდა, მე კიდე ის იყო, რომ არ ემთხოვდა ჩვენი შეხედულებები ბევრ რამეში, პოლიტიკური შეხედულებები. მე
საკადრო პოლიტიკა, ბევრი რაღაცა პარტიული, სადაც რა ვიცი, არ მომწონდა შეცდომით თუ გამიზნულად ხდებოდა ეს ყველაფერი. გარდა ამისა კიდე ყველაზე მთავარი რაც იყო, რომ რაც იყო ჩემი წამოსვლის მიზეზი, რომ კონსერვატორებს, როგორც კონსერვატორებს, ასევე არც ერთ სხვა პარტიას და მათ შორის კონსერვატორებსაც არ გააჩნიათ იმის რესურსი, იმის ძალა, ცალკე აღებულს, და როგორც განვაცხადე, რომ დაუპირისპირდნენ ამ სისტემას. ამიტომ ცალკე ბრძოლა ნებისმიერი კონსერვატორები იქნებიან, ქართულთა დიდი გაერთიანება თუ პატარა რა ვიცი რა გაერთიანება, ისინი იქნებიან თუ სხვები, არც ერთ ძალა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას დღეს არ გააჩნია იმის რესურსი და იმის მხარდაჭერა არა ხალხისგან, რომ მათ საპირწონე ძალა იყონ ამ ანტიქართული სისტემის, რასაც კოლექტიური ხოცები, კოლექტიური ნაცები და მათი საყრდენი მაფიოზო კორუმპირებული კლანები წარმოადგენენ. ეს არის ძალიან დიდი ძალა. ესენი ვითომ გინკლაობენ ერთმანეთში, ვითომ ერთმანეთს ებრძვიან, ისედაც ებრძვიან ფარულად პირველობისათვის, მაგრამ საერთო ჯამში ერთიანდებიან ქართველი ერის წინააღმდეგ ამ პროექტის განხორციელებაში, რასაც ჩვენ ხედავთ. არაბიზაცია იქნება ეს, მიგრაცია იქნება ეს, ემიგრაცია იქნება ქართველი ერის გაქცევა საქართველოსთან თუ ყველაფერი ეს არის მიზანმიმართულად ქართველი ერის წინააღმდეგ. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ჩვეულებრივი შეთქმულება, ეს არის ანტიქართული პროექტი, რომელიც დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის მერე და მოდის დღემდე საქართველოს ქართველების გარეშე და დღეს უკვე ვართ აი ბოლო სტადიაზე გადასული, სადაც რა ვიცი, თუ ეხლა არ მოხდა ეროვნული ერთობა და არ შეჩერდა ეს ანტიქართული პროექტი და არ მოვიდა ხელისუფლებაში ეროვნული ძალა და არ შევაჩერეთ ეს ანტიქართული სისტემა, ქართველი ერის საქმე არის ძალიან ცუდად. ჩვენ დავკარგავთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტსაც და ეროვნულ იდენტობასაც. სპარტაკ, ნახე რა კუთხით მინდა ეხლა გკითხო. ეს ყველაფერი გასაგებია, ბატონო, მაგრამ რა გზა შეგიძლია შესთავაზო ამ ეროვნულ ფლანგზე არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, რის გამოც ესენი მოისურვებენ ამ ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას, იმიტომ რომ როგორც თავში აღვნიშნე, წაკიდებულია ეროვნულ ფლანგზე არსებული პარტიები ძალიან ერთმანეთს არ ცნობენ როგორც ეროვნულს ერთმანეთს და ასე შემდეგ და სოციალებში რაც ხდება რეალურად კარგად ხედავთ ხო ამას და საზოგადოებაც ხედავს და ვერავინ ვერ მოატყუებს ნათლად ჩანს და რა უნდა იყოს ისეთი რასაც ან რას თავაზობ ზოგად კონტექსტში მე ხარ რადგან ჯერ საწყის ეტაპზეა ორგანიზაცია სიღრმეებში ჩაკითხვას არ გავაკეთებ იმიტომ რომ მე მესმის რომ ჯერ მოლაპარაკებებს გადიხართ მაგრამ რამდენად დადებითი დინამიკაა და რამდენად მოდის მოლაპარაკებებზე ვისთანაც მიდიხართ სასაუბროდ. ბევრს მაინც ეს თავისი ეგოისტური ისინი აქვს, რომელსაც არ იშლიან, მაინც და მაინც გინდა თუ არა მე შემწევს იმისი ძალა, მე შევალ, მაგრამ მე ვეუბნები პირდაპირ, ეხლა მე მეტი რა უნდა შევთავაზო, მე და ჩვენ რა, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი, ეროვნული ორგანიზაცია, ვეუბნებით ამას, რომ თუ თქვენ მართლა ხართ ეროვნული ძალა, თუ თქვენ მართლა გაწუხებთ ქვეყნის და ერის ბედი და ამისთვის იბრძვით და არ არის თქვენი პირადული პოპულიზმი და თქვენი ეგოისტური ზრახვები, მაშინ უნდა გაერთიანდეთ ყველა ეროვნულ მოძრაობაში. ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა შეიქმნას ეროვნული ფლანგი. აქ არ არის საუბარი მესამე ძალაზე, აქ უნდა შეიქმნას მეორე ძალა, ეროვნული ძალა. აქ არის მე ასე უყურებ ამას და რა ვიცი, საღადმოაზროვნე ქართველი ალბათ ყველა ასე უყურებს, რომ ეს არის საუხარეს უნდა დადგეს, ხალხს უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, ხალხმა უნდა გაიგოს ეს, რომ ცალმხარეს დგას ანტიეროვნული სისტემა, კოლექტიური ხოცები და კოლექტიური ნაცები ერთი და მეორე მხარეს უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული ფლანგი, რომ ხალხს კონდეს საღი გულწრფელი არჩევანის გაკეთების საშუალება, რომ აირჩევს ეროვნულ კურსს თუ აირჩევს ანტიეროვნულ კურსს. ჩვენ სხვა ვერაფერი ვერ გადაგვარჩენს და სხვანაირად და ვინც ამას გაიგებს და ვინც ამას გაიაზრებს, მე მაქვს ქართველი ერის კეთილგონიერების იმედი, იმათი ცოტა ძალიან ნაკლებად მაქვს კეთილგონიერების ამ პარტიების, მაგრამ არიან ბევრი, არიან რამდენიმე პარტია, რომლებიც მზად არიან ამისთვის და
ავიცი ძალიან ახლო მომავალში ვაპირებთ რომ განვაცხადოთ ახლა ვირთვი რო შეიქმნება მე განვაცხადებ ვინ შემოუერთდება და პარალელურად ყოველ ეტაპზე ვინ შემოუერთდება ყველაფერს უკვე გავასაჯაროებთ იმიტომ რომ ხალხს უნდა ქართველებს უნდა გულწრფელი პოლიტიკა ხალხთან ესენი გარეთ არიან გულწრფელები და ხალხს ეთამაშებიან სპეკულაციებით, პოლიტიკური მანიპულაციებით და ტყუილებით და თუ მოდიხარ ხალხის გულისთვის და ერის გულისთვის ხალხს უნდა ესაუბრო გულწრფელად რაც არის სინამდვილეში რასაც წარმოადგენს რისთვისაც იბრძვის და არა ისე როგორც ესენი აკეთებენ Spartak კომენტარებში გვიწევს ბატონი ლექსო ეს იდეა კარდაკარ უნდა განხორციელდეს და რაიმე ჩარჩო ხო არ არის თქვენს ორგანიზაციაში ისეთი ეროვნული ფლანგის პარტიებიდან რომელიმე რომ ვერ შეძლებდეს თქვა თქვენთან შემოერთებას იმიტომ რომ რაღაც ჩარჩო გაქვთ ფორმალური თუ მხოლოდ ერთი იდეა და ამ იდეის ირგვლივ მე უკვე ვის რა პოლიტიკური აზროვნება აქვს ამას არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ გაქვთ წინასწარ გაწერილი ხაზი ჩვენ პოლიტიკურ მოძრაობაში, ამ ეროვნულ მოძრაობაში ყველასთვის ღია არის კარი, ვინც გაითავისებს არსებულ პრობლემას და ვინც ამ პრობლემის მოსაგვარებლად დადგება სწორ გზაზე. გუშინ რა შეისდაულა ერთადერთი მე მაგალითად ახლა ძალიან ისე ვარ განწყობილი ჩემი იმიდან გამომდინარე იმ ხალხზე ვინც მხარს უჭერს LGBT პრაიდებს და LGBT მიმართულებას ნუ ახლა ისინი ეროვნული მასში ვერ მოვლიან ვერასოდეს და ეს არის ერთადერთი და კიდევ მეორე ის სისხლიანი რეჟიმის 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის მეშვეურები და შემსრულებლები რომლებმაც ამდენი უბედურება დაადեղეს საქართველოს ეს არის ნაციონალური მოძრაობის მართველი გუნდი რომლებიც მერე დაიშავნენ 1000 რაღაცა პატარა პარტიები გააკეთეს და მეორე მხარეს კიდე რა თქმა უნდა ეს ქოცური ფლანგი რომელიც წარმოადგენს იგივე ნაცებიდან გადმოპორტირებულ ძალას ამ წითელი ხაზები ასე თუ ისე გამოკვეთილად გაქვთ ეს ორი წითელი ხაზი არსებობს ძალიან კარგი ეხლა მინდა ესე კითხო რადგან ახალგაზრდობიდანვე პოლიტიკურ აქტივობებში ჩართული იყავით ძალიან კარგად გემახსოვრება ეროვნული მოძრაობის პერიოდში როგორი სიყვარულით და პატივისცემით მოიხსენიებდნენ ხოლმე პოლიტიკოსები ქართველ ხალხს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი და ასე შემდეგ და რა დაგვიმართა 30-35 წლის შემდეგ, როდესაც ხედავთ ეროვნული, არაეროვნული, სადაც გინდა იყოს, სადაც არ უნდა გაბიხედოთ. გირჩიშ, მირჩი, ნაციკოცი ყველა ვაკვირდები ბოლო პერიოდის განმავლობაში ესეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა და ყველა ქართულ ხალხს ამუნათებს და ხალხს ვანწყავს. საზოგადოებას ადანაშაულებს რა დაგმართეს ბოლო 35 წლის განმავლობაში საიმისოდ რომ მაშინ როდესაც პოლიტიკოსები პატივისცემით საუბრობდნენ ქართულ საზოგადოებაზე და ზოგადად ქართველებზე დღეს ყველა ვისაც კი გაუხარდება ხალხს ადანაშაულებს ხალხზე აქვს აგრესია და განაის რომ მე რაღაც კარგად არ გავაკეთე და იმიტომ გაიყიდა ქართველი თუნდაც კარტოფილზე ან თუნდაც კარგი პოლიტიკა არ ვაწარმოე და იმიტომ არ დამიდგა გვერდით არა ხალხს ლანძღავს მაინტერესებს და მიახლოებით როგორ უყურებ შენ ამ პროცესს რა მოხდა ამ დროში ეს არის რა თქმა უნდა მე ახლა პირველ რიგში დავიწყებ ეროვნულებით ფსევდოეროვნულებით რა თქმა უნდა რომლებიც თავიანთ უსუსურობას და თავიანთ იმას რომ ვერ მოაბეს თავიანთ ეგოიზმს რომ გაერთიანება ვერ მოახერხეს ამას ყველაფერს აბრალებენ ხალხს რომ ხალხი თურმე ბრივი ყოფილა ხალხი თურმე ვერ ხვდება ხალხი ძალიან კარგად ხვდება ყველაფერს ხალხი კარგად უყურებს თუ რა ხდება მაგრამ ხალხს დღეს იმიტომ აძლევენ ხმას მაგალითად ხალხის ერთი ნაწილი ხმას აძლევს ნაციონალურ მოძრაობის კოლექტიურ ნაცებს იმის გამო რომ როგორმე მოიშორონ კოლექტიური კოცები ის კი იმას მეორე კარგად იციან რომ ერთი და იგივე არიან მაგრამ მაინც სულსა და უარეს შორის აკეთებენ არსებობას იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ აქვს და მეორე ხალხი მეორე ძალა მეორე კატეგორია აძლევს ხმას კოცებს მხოლოდ იმისათვის რომ არ დაბრუნდეს ნაციონალური სისხლიანი რეჟიმი აი ამ ორი უკიდურესობის ორი უბედურების წინაშე დგას ქართველი ერი და ეს ყველაფერი არის ზუსტად ამ
ეროვნული ფლანგის უნარობის და უმოქმედობის და ეგოისტური ის გამო, როდესაც აი სწორედ ამიტომ იქნა ეს ჩვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბებული, სწორედ ამას ემსახურება, რომ როგორმე მოხდეს გაერთიანება, რომ ხალხმა ეხლა მე მაქვს შეხვედრები, ხალხს ვები ვესაუბრები და ყველა ამბობს, ყველა ხვდება იმას, რომ კოცი და ნაცი ეს არის ერთი და იგივე უბედურება საქართველოსი, მაგრამ ვერ ხედავენ ძალას ეროვნულ ფლანგზე, რომელიც საპირწონე იქნება ამ ძალის და რომ ვისაც დაუჭერენ მხარს და ვის გვერდად დადგებიან და სწორედ ეს ძალა უნდა შეიქმნას. ეს ძალა უნდა შეიქმნას სუფთა ეროვნულ ფლანგზე. თუ არ გაერთიანდა ეს ეროვნული ძალები, არ მოხდება არანაირად, იმიტომ რომ ხელოვნურად ხდება რამდენიმე, აი ახლა მაგალითად, აი ბოლო ხანებში თქვენ საკვირდებით ალბათ უკვე სადღაც 7, 8, 9 თუ რამდენიმე პარტია არის კიდე ახალი დარეგისტრირებული, ხო? კიდე აპირებენ პარტიების დარეგისტრირებას, რა უბედურება არის, მართლა უბედურება არის, უბრალოდ აი რო უყურებ იმას შედარებას რო აკეთებ, ზუსტად კოდორის ხეობაში ასეთი მდგომარეობა იყო იმ დროს, როცა იქ მინდოდა რაღაცა შეცვლილიყო, ყველა იმდენი ძალა ჩამოყალიბდა, იმდენი რაღაცა ყველა პირველობისთვის იბრძოდა და ბოლოს საერთოდ უკვე აი ამის სრულდა ყველაფერზე გული რომ ვაფშე დავანებო თავი მეთქი რაც უნდათ ის უკნიათ მაგრამ მანამდე მაინც მეწოდებოდა ჩემი ხალხი და მაინც ვერ იმას ქენდა სანამ არ დამიჭირეს მაინც ვიბრძოდა დღეს უკვე მთელი საქართველო არის საშიშროების ეს საქართველო რო დავკარგოთ ამათ კოდორის ხეობა ჩააბარეს სააგაშვილმა ეს იყო სუფთა ღალატი ეს იყო მიზანმიმართულად კოდორის ხეობის ჩაბარება მაგაზე ვისაუბრეთ მე დეტალურად ყველაფერს სხვა დროს და დღეს მიზანმიმართულად ხდება მთლიანად ქართველი ერის განადგურება და სამშობლოს კარგავთ ქართველობას კარგავთ ქართულ იდენტობას კარგავთ დღეს თუ არ მოხდა ეროვნული ფლანგის გაერთიანება ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი არ არის მაგის დრო რომ მე დღეს შევალ მაშინ პოლიტიკაში მე გავძლიერდები მე იმას ვიზამ არა გვაქვს იმის დრო ქართველებს არა იმის გაძლიერების ეს არის ზღაპარი ამას უნდა შეეშვას ყველა პოლიტიკური ძალა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებ იმ გონიერებისკენ რომ გაერთიანება მოხდეს და გაერთიანდეს ეროვნული ფლანგი ჩამოყალიბდეს ცალკე სხვანაირად ვერ მივაღწევთ იმ შედეგს თუ მართლა იმ შედეგისთვის იბრძვიან რისთვისაც მე ვიბრძვი და რისთვისაც ჩამოყალიბდა ეს ეროვნული განათლებული მოძრაობა ის პარტნიორ როგორც მოვხვდი მედიატორის როლის შესრულება მოგიწევს ეროვნულ ფლანგზე, იმიტომ რომ წაკიდებულია თითქმის ყველა ერთმანეთს და ფაქტიურად შუამავლის როლის შესრულება მოგიწევს იმისთვის რომ შეაძლებინო ამ ადამიანებს ერთად დგომა და მხარდამხარ ბრძოლა ერთი იდეის გარშემო. მერე უკვე ვის რა პოლიტიკური ინტერესები და დივიდენდები ექნება და ვის რა ამბიციები ექნება, როდესაც უკვე რაღაც თავში ამ ბოლოში მოხდებით, მერე უკვე მათი გადასაწყვეტი იქნება ალბათ ესეც ხო თუ როგორ უყურებ ამ ყველაფერს. აი თქვათ მოიმზადებით არჩევნებისკენ მოხდა ეროვნული ფლანგის გაერთიანება და როდესაც უკვე რაღაც ჭრილში უკვე მოხვდით სიტყვაზე დაუხვათ პარლამენტში თქვენი გუნდი მთლიანად მერე უკვე როგორ მოხდება მერე უკვე სურვილის მიხედვით დაიყოფა პარტიები თუ როგორ ფიქრობ თუ შენი ამ ორგანიზაციის ჭრილში უნდა დარჩეს ისევ მე ცოტა ძნელი არის ეს მაგრამ ჯერ თავარი რაც არის თავარი არის ის რომ გადავარჩინოთ სამშობლოს გადარჩენის ერთადერთი გზა და ქართველი ერის გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის რომ ეროვნული ფლანგი მოვიდეს ხელისუფლებაში. ამის მერე თუნდაც პოლიტიკური შეხედულებები, თუნდაც პოლიტიკური კურსი, თუნდაც ვის მიმართ როგორი ახლა ზოგს გონია რომ რუსეთი გადაგვარჩენს, ზოგს გონია ევროპა გადაგვარჩენს, ზოგს გონია ამერიკა გადაგვარჩენს, არავინ ჩვენ არ გადაგვარჩენს, აბსოლუტურად ეს არის მთლიანობაში ერთი მექანიზმი, ერთი ორგანიზმი არის, ისინი პოლიტიკაში არ არსებობს მეგობარი ქვეყანა. ზოგს ის გონია მეგობარი პოლიტიკაში არის ინტერესთა კონფლიქტი და ინტერესთა თანხვედრა. всё, სხვანაირად არანაირი ურთიერთობა პოლიტიკაში არ არის. და თუ როდესაც ჩვენ გავხდებით უკვე ქართველი ერი და არა რაღაც გარკვეული მაფიოზო კორუმპირებული ძალა, არამედ ქართველი ერი როცა გავხდებით უკვე პოლიტიკური სუბიექტი, მე უკვე ჩვენი ინტერესების გათვალისწინება მოუწევს უკვე ნებისმიერს. იმიტომ რომ დღეს პოლიტიკურ ველზე ყველაფერი ხდება ამ
ანტიეროვნული ძალებისა და მაფიოზულ კორუმპირებული კლანების ინტერესების გათვალისწინებით და ამათი იმით რა ქვია პოლიტიკური ურთიერთობით აქ ქართველი ერის ინტერესები საერთოდ უგულველყოფილია ყველანაირად და როდესაც ჩვენ გავხდებით უკვე პოლიტიკური სუბიექტი ქართველი ერი მე უკვე ჩვენი ინტერესების გათვალისწინება უკვე ეს ინტერესების თანხმდრა როგორ იქნება იმის მიხედვით გადაწყვეტს უკვე საქართველოს და ქართველი ერი ვისთან რა ურთიერთობა უნდა დაამყაროს რუსეთთან ევროპის ქვეყნებთან ამერიკასთან რა თქმა უნდა ყველასთან უნდა კონდეს ურთიერთობა მაგრამ ყველგან უნდა იყოს მაქსიმალურად რასაც შევძლებთ რასაც მივაღწევთ ჩვენი ინტერესების დასვა პირველ რიგში ქართველი ერის ეროვნული ინტერესების დღევანდელ პოლიტიკაში ეროვნული ინტერესები საერთოდ არის ამოღებული კონტექსტიდან აქ არის იმ ანტიეროვნული სისტემის გარე ძალების ინტერესები ხორციელდება შიდა ამ კლანების და მაფიოზული კორუმპირებული ხალხის დახმარებით აი ეს არის ჩვენი პოლიტიკური რეალობა დღეს რეალობაზე საუბრობთ იქნება თუნდაც სახელმწიფო მოწყობა იქნება თუნდაც რას ყველაფერს უკვე მე ერთმანეთთან შეთანხმებით და რომელიც უკეთესი იქნება რა თქმა უნდა მაგკუთხით ახლა იქ უკვე არ იქნება იმაზე საუბარი რომ აი შენი ისეთ რომელიც უკეთესი იქნება ის უნდა მიიღოს ყველამ ერთად კონსენსუსით და არა ხმების უმრავლესობით ამ რაღაც დემოკრატიული უტოპიით და აბსურდით მე მაგალითად აბსურდად მიმაშინია თუ ვინმეს თუ რაიმე არის იმან იმ დონეზე უნდა დაამტკიცოს თავისი აზრის უპირატესობა რომ სხვისთვის ის იყოს მისაღები და არა ხმათა უმრავლესობით ან რაღაცით რა ვიცი როგორც დღეს ხდება ასეთი სამაქვე შეხედულება სამომავლოდ ვარტაკ ძალიან არ მინდოდა ამ თემის წამოწევა მაგრამ რამოდენიმე კომენტარი დაიწერა ისეთი რომ არ მინდა რომელიმე კონკრეტულს შევეხო, კონკრეტულ თემას შევეხო, ზოგად ჭრილში ვიტყვი. ჩვენ საბჭოეთიდან გამოვედით, მაგრამ საბჭოეთის დროინდელი ფორმებით საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები შემორჩა ქვეყანაში. იარლიკების მიწედება და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ეს ეროვნულ ფლანგზე შეიმჩნევა და საზოგადოება რომელიც ისედაც ნიჰილიზმში იყო კომენტარებშიც შეიმჩნევა ეს ყველაფერი რამდენიმე დაწერა მაგრამ არ გავაჟღერებ ამ კომენტარებს იმიტომ რომ კონკრეტული სახელები არის მოხსენიებული ამა თუ იმ ფლანგის და ეროვნულების მხარეს და არ მინდა ვინმეს საწყენად რამე ვთქვათ მინდა რადგან ახალი ორგანიზაცია ხარ მინდა ზოგად ჭრილში თქვა რა მანკიერი თვისება შემოგჩა და რა არის ეს სიბინძურე როდესაც ერთმანეთ თუნდაც ეროვნული როცა ქვია და ეროვნულ ფლანგზე იბრძვი, რატომ უნდა გქონდეს საბჭოური გადმონაშთის ეს სიბინძურე იარლიკების მიწევა დარჩენილი და თუ იქნება შესაძლებელი ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ესე იარლიკებს აწერებენ ხან მოღალატის სტატუსს და გამყიდველის და ასე შემდეგ, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ადამიანების მორიგება, დაზავება და ამ ორგანიზაციაში რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ადამიანების გაერთიანება და რამდენად ფიქრობ, რომ შეძლებს ადამიანები დაძლიონ თავიანთი ეგო და ამ ეგოს დაძლევა ერთია და ამდენი შეურაცხყოფის მერე რამდენად შესაძლებელია ეს ადამიანები საერთო ბრძოლაში ლამის დედის ერთმანეთის დედის მაგინებელი ხალხი ერთმანეთის ბრძოლაში გვერდიგოდ დააყენოს შემდეგ სამომავლოდ. ახლა რამდენად შესაძლებელი იქნება მე ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან აი მაგრამ როდესაც აფხაზეთი სოხუმი დაეცა და კოდორის ხეობა დაცვა დაიწყეთ კოდორის ხეობაში მოგეხსენებათ სვანებში სვანური წესი სისხლის აღება ერთმანეთის ტრობა ეს ახლა ყველამ ვიცით ხო მაგრამ როდესაც დადგა უკვე მტრის პირისპირ როცა დავრჩით უკვე აი მოსისხლე მტრები ერთმანეთის რომელსაც მაგალითად ერთს მეურის მაყავდა მოკლული ან რაღაცა ყველა ერთად გაერთიანდა მტრის წინააღმდეგ და ყველა ერთად იბრძოდა უკვე ის პირადული მტრობა ყველამ დაივიწყა და ყველა გადაერთო უკვე საკუთარი კუთხის და საკუთარი ქვეყნის დაცვაზე გადავიდა ყველა ასე უნდა მოხდეს აქაც ყველამ უნდა დაივიწყოს აქ რა თქმა უნდა ამისთვისაც შეიქმნა ეს რომ ჩვენ ლომის წილი უნდა შევასრულოთ შევხვდეთ ამათ ყველას სათითაოდ და რა ვიცი
როგორ იქნება მე ასე მიმაჩნია რომ თუ მაგათ მართლა მაგათ უნდა დაუყენოს საკითხი ადამიანმა რომ თუ შენ მართლა გინდა ქვეყნისთვის რასაც ამბობ რასაც ლაპარაკობ ამის გაკეთება მაშინ უკვე მოგიწევს ეროვნულ პლანზე გაერთიანება და არ უნდა აყვეს არც ერთი ამ ძველ იმებს ეს არ არის კომუნისტური გადმონაშთი ეს არის პირადი ეგოისტური ისინი რაც ყოველთვის ახასიათებდა ქართველებს პიროვნულა იმისთვის ბრძოლა რა ვიცი რაღაცა მე და ჩემი ისა გუდანაბადი და რაღაცა ეს არის ის რაც უნდა დავივიწყოთ მე მიმართვაში დავწერე რომ პიროვნული მედან უნდა გამოვიდეთ და ეროვნული ინტერესების ჩვენზე უნდა გადავიდეთ რომ ჩვენ ქართველმა ერმა გავაკეთოთ საერთო საქმე ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა დღევანდელი რაც არის საქართველოსთვის არის არაბიზაციის საკითხი ორი არაბული ქალაქის მშენებლობა წანისის ტერიტორიაზე უკვე მონიშნული ხეები და ასეთ დროს, როდესაც ერთმანეთთან ძალა წადიდებულია ეროვნულ ფლანგზე, რამდენად არის შესაძლებელი და შენ როგორ ხედავ ამ პრობლემის გადაჭრის გზას, როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებ ამ ნაწილში, იმიტომ რომ ეს ყველაზე მეტად აწყობს ამ ეტაპზე საზოგადოებას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა. ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა, იმიტომ რომ დღეს თუ არაბიზაცია შევაჩერეთ ხვალს რაღაცა იქნება ყოველდღიურად მასიურად ხორციელდება მიგრაცია ყოველდღიურად მიწების გაყიდვა ყოველდღიურად დინების და კორპუსების მიყიდვა უცხოელებზე ქართველი ერის ჩანაცვლება ეს არის დაწყებული პროცესი რომლის შეჩერებას რომელიმე ერთი იმით არ მოხერხდება ამის შეჩერება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რომ მოვიცინოთ შევაჩეროთ თვითონ ეს ანტიკართული პროექტის მეშვეურები და ამისი ორგანიზატორები, რასაც წარმოადგენენ დღეს ეს კოლექტიური კოცები და კოლექტიური ნაცები. თუ ეს ანტიკართული სისტემა ვერ შევაჩერეთ და არ მოვიდა ხელისუფლებაში, ცალ-ცალკე ამის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ მე იმას კი არ ვამბობ, რომ გავჩერდეთ. არა, არავითარ შემთხვევაში. ემას უნდა ვებრძოლოთ, ჩვენც ვაპირებთ ამაში მონაწილეობის მიღებას, მოვუწოდებთ ამათაც ერთიანობისკენ ასე კი არა პოპულისტურად რომ გავლიან და ერთი პარტია ცალკე რაღაცას ჩაწერს იქ და იმას იზამს მე მეორე ჩაწერს რაღაცებს არა ყველა უნდა გაერთიანდეს ამ დიდ საქმეში რომ ეს ქალაქი თუ ეს ღალატი ამას ქალაქი არ ქვია და ეს არის სამშობლოს ღალატი ქართველი ერის ღალატი შეჩერდეს და ამის განხორციელება ვერ შეძლო ამაში ჩვენს აუცილებლად ჩავერთვებით და ამაში მთელი ერი უნდა გაერთიანდეს და ყველა უნდა გამოვიდეს ყველა უნდა დადგეს ერთად ამის წინააღმდეგ ну ეხლა რა თქმა უნდა კოლექტიური კოცები და მათი ისინი აქ არ მივლიან არც თუ იყვირებენ და ილაპარაკებენ პოპულისტურად რაღაცისთვის არც ნაციონალურ ფლანგზე მე არ მჯერა და არ მგონია რომ ვინმე მან სერიოზულად მივიდეს მაგრამ ეროვნული ფლანგი ყველა უნდა გაერთიანდეს ამ არაბიზაციის და ამ ორი ქალაქის შესაჩერებლად აუცილებლად ყველა შემთხვევაში და ჩვენც მივიღებთ რა თქმა უნდა მონაწილეობა წელაში ძალიან საინტერესოა, როდესაც ახალი ჩნდება რაღაც ამ ფლანგზე, იმიტომ რომ მე გეთანხმები იმ ნაწილში, რომ არ არის ორი ფლანგი და მესამე არ უნდა გაჩნდეს. ეს არ არის ერთი ფლანგი, რომელიც ქვეყნის მოღალატეა და გამყიდველია, ქორწინდა ნაციგინდა, არასოდეს საზოგადოებას არ ულანძღავ არც ამურჩეველს და არ ულანძღავ ხოლმე პოლიტიკურად თუნდაც მხარდამჭერსაც და პროპაგანდისტსაც და რატომ ესენი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან რაღაც დროს პოლიტიკური სახეები მიდიან და მოდიან და პარტიები და ეს ადამიანები ხებით ამ სოციუმში და რაღაც დროს ერთი პარტიის რო ამოიწურება რესურსი და მოჭამს თავის დროს ეს ხალხი ჩვენ სოციუმში რჩება ისევ ჩვენი ქართველები არიან და რაღაც დროს მას მე გადაფასება მოუწევს და რაღაც სხვა პარტია იქნება, სხვა ორგანიზაცია იქნება, იმ ჭრილში მოუწევს არსებობა, ხო? ამიტომ ერთმანეთის ლანძღვა და დაჭმა ჩემთვის ძალიან მიუღებელია ხოლმე. მე ყოველთვის ვაკრიტიკებ და ვლანძღავ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პოლიტიკის მკეთებელ ადამიანებს. ხოცი იქნება ეს, ნაცი იქნება, თუ შეეშალა ჩემიც რო იყოს, ალალი დედმამიშვილი არ მინდა.
ალალი ჩემი სისხლი და ხორცი არ მინდა ქვეყნის წინაშე თუ შეეშალა თორე ჩემს პირად წყენებზე ყოველთვის მაღლა ვდგევარ ხოლმე არ მადარდეს შეიძლება ერთი რაღაცა ლაითად პასუხი გავცე იმიტომ რომ საზოგადოება და მაყურებელმა არ ჩათვალოსო იცი რა კაცო ამდენ შევაწყობას ვაყენებენ და ეს მას არ იღებს მართლა რაღაცა ხუარ ხდება ერთი ადამიანიც კი მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემს პიროვნებაში როიც შეეპაროს ამაზე ძალიან მეთქინება გული და ამიტომ შეიძლება ერთი პასუხი გავცე დანარჩენი მე უკვე უნდა იყოს მაქსიმალურად ყველა მხარდამჭერს თითქოს სიყვარულით ის ახალგაზრდებით რომლებსაც თუნდაც იყო პერიოდი აკაციკას მეც ვიყენებდი ამ ტერმინს და ესეც ამოვაგდა ტერმინოლოგიიდან იმიტომ რომ ესენი ჩვენი ბავშვები არიან ზუსტად იმ უფროსი თაობის შეცდომების შედეგების მიერ გამოზრდილი თაობაა, რომელიც წარსულში დაიშვა და ამის არაღიარება მართლა დანაშაულია. თუ ყველაფერი კარგად გაკეთდა წარსულში, მაშინ რატოა დღეს ჩემი ქვეყანა ასე და თქვათ მაშინ რატო არის ეს ბავშვები ესე მოწამული, რომ ვიძახით, თუნდაც ქუჩაში როდგან რამდენი თვეებია რა ნარატივშიც გავზარდეთ, ვისი უფლებაც მივეცით ქოც, ნაც, შევარდნაძის პერიოდს, ვისი უფლება და საშუალებაც მივეცით წინა თაობებმა, ის თაობა გამოგვეზარდა. ჩემი თანატოლი მშობლების თაობაა სპარტაკ მეწილად გამოსაზრდელია ჩემი თამადობითაც მე ძალიან ბევრი მაქვს ასწავლი. მე არ ვამბობ რომ მთლიანი ანგელოზია და არაფერი მეშლება. მეც ბევრი მაქვს ასწავლი როგორც მშობელს. იმიტომ რომ ბავშვი და სხვერპში ეძებო დამნაშავე ეს ფუნდამენტში უნდა ჩავკრათ. ქართულ პოლიტიკას ახასიათებს სხვაზე ხელის გაშვერა. ის დამნაშავე ჩვენი წილი ჩვენ უნდა ავიღოთ, მაგრამ საზოგადოების ლანძღვას არც ერთ პოლიტიკოს და ეროვნული იქნება თუ არა ეროვნული იქნება არ და ვერ მოუწონებ და ძალიან კარგია რომ შენ ესე უყურებ ამ ყველაფერს რომ არ უნდა ლანძღოთ ერთმანეთი და ურთიერთსიყვარულით და პატრიოტიზმით მით უმეტეს როცა ქრისტეს მიერ საუბარი, როდესაც თქვაც სამშობლოს დაცვაზე გვაქვს საუბარი, მე ვხედავ შენს უკან ძალიან ჩემთვის ძვირფას ხედს და მადლობა ამ არჩევანისთვის, რაც გაქვს გაკეთებული შენი ორგანიზაციისთვის, წმინდა გიორგის მადლი ფარაგოს ჩვენს ქვეყანას, რაიმე სათქმელი თუ გექნება მოწოდების სახით საზოგადოებისთვის, რომ უკვე ნელა კულმინაციისკენ წავიდეთ. მოწოდებას გთხოვ სპარტაკ. პირველ რიგში იმაზე გავაკეთებ რომ მე ყოველთვის ვერ ვიტანდი და ყოველთვის მეწინააღმდეგებოდი და ყოველთვის მეცოდებოდნენ ეს ბავშვები რომ აკაცუკები ისა ესა ათასუბედურებას ამბობდნენ ესენი რა თქმა უნდა კარგად აღნიშნე და მეც ბევრჯერ მაქვს რა თქმა უნდა რომ ეს არის ჩვენი დანაშაული ჩემი დანაშაული პირადად რომ აქამდე მიუშვით და აქამდე არ გავაკეთეთ ის გასაკეთებელი რაც იყო ჩემზე უფროსი თაობის მიუხედავად იმისა რომ ბევრი მონაწილეობა დიდი ის მაგ მიღებული ყველგან პოლიტიკური მეებში ომში ყველგან მაგრამ არაფერი არ გავიკეთებია იმიტომ ვართ ამ დღეში ამიტომ არავის არ აქვს იმის უფლება რომ აი მე ის გავაკეთებ მე გმირი ვარ ეს არავინ არ არის გმირი არავის არაფერი არ გაქვს გაკეთებული იმიტომ ვართ ამ დღეში და ის ბავშვები არიან ჩვენი უმოქმედობის და ჩვენი არასწორი მიდგომის ნაყოფი იმიტომ აღიზარდნენ ისინი ასეთად და ეს ჩვენი დანაშაულია და იმათ თუ იბრძვიან ისინი რაღაცისთვის ასე მიაშინიათ სწორად ასე იმათ პირიქით უნდა აუხსნათ ჩვენ რა არის კარგი როგორ შეიძლება უკეთესობისკენ წასვლა რისი გაკეთება შეიძლება და კი არ უნდა ვაგინოთ ამაში გეთანხმები ეხლა რა შეიძლება მოწოდებას მე მოუწოდებ ყველა ქართველს ვისაც გული შესტკივა დღევანდელ მდგომარეობაზე ქვეყნის და ერის და სამშობლოს ასეთ მდგომარეობაზე ვინც ვერ ხედავთ ვერც ერთ პოლიტიკურ ძალაში მას ძალას ვერ აღიქვამთ რომელიც იქნება საპირწონე ამ ანტიქართული სისტემის და თქვენ გინდათ რაღაც ბევრი ამბობს რომ ყველა პარტია იგივეა ყველა ნუ იქნებით იგივე შემოვერდით ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას და თქვენი წვლილი შეიტანეთ ქვეყნის კეთილდღეობაში და ქვეყნის ქართულ მომავალში საქართველოს ქართულ მომავალში ასევე მოუწოდებ იმ ხალხს რომლების ნაცებს აძლევენ ხმას იმის გამო რომ არჩევნებზე რომ ხოცები მოიშორონ ასევე იმ ხალხს რომლების ხოცებს აძლევენ ხმას მხოლოდ იმიტომ რომ ნაცები არ მოვიდნენ შემოვერდით ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას რომ ხალხს დავანახოთ ერთად რომ რაღაცა შეიკრას ეროვნული ფლანგი გაჩნდეს რაღაცა ძლიერი ძალა რომელსაც უკვე ხალხი შეხედავს
იმედის თვალით და ხალხი დაუდგება გვერდით და სხვანაირად ვერ დავიხსნით ჩვენ თავს ამ მდგომარეობიდან რაშიც ვიმყოფებით დღეს. ანუ არ გამოვიდა ფლანგზე არსებულ არც ერთ პარტიას და არც ერთ ორგანიზაციას როგორც მივხვდი, ხო? ანუ ტაბუები რომელიმე ხო არ არის ან პარტია ან ორგანიზაცია რომელზეც იტყვით თქვა რომ ეს ვერ იქნება წითელი ხაზია ჩვენთვის ეროვნულ ფლანგზე გულისხმობ. არა, ასეთი არ იქნება, არც ერთი არ არის გარდა იმისა რომ ვინც იმას იძახიან რომ აი ჩვენს გვერდით დადექით ჩვენ ვართ სამართალმემკვიდრე ძველი ეროვნული მოძრაობის ხალხი და რაღაცა აი ეს ასეთი რაღაცას უნდა შეეშვას ყველა ამ არავინ არ არის სამართალმემკვიდრე საქართველოს სამართალმემკვიდრე არის ქართველი ერი და ქართველი ერის ერთობას უნდა შეუერთდეს ყველა ეს იქნება ზვიადისტები ეს იქნება იმისტები ამისტები მნიშვნელობა ამას უნდა შევეშვათ ამ იმას რა ქვია სექტანტობას და ჩვენ ქართველი ერი უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს სექტანტები და არა ვიღაცის კი ბატონო დიდ პატივს მე ზვიადგამსახურდიასაც მერაბ კოსტავასაც მაგრამ არასოდეს არ ყოფილვარ მე არ ზვიადის სექტანტი და არც მერაბის სექტანტი და არც არავის სექტანტი არ ვიქნები მე ვარ ერთადერთი ჩემი სამშობლოს სექტანტი და ჩემი სამშობლოს და ჩემი ერის სექტანტი და ამის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ ყველა და არა ვიღაცის ირგვლივ და ჩვენთანაც არ არის ეს რომ ეროვნული მოძრაობის მიზანი ის არის რომ არ იყოს აქ ბელადი არავინ არ იყოს აქ ვიღაცა ლიდერი ცალკე კონკრეტული პიროვნება აქ ყველასი აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული და ყველასი საყი აზრი უნდა იყოს მიღებული და დაფასებული და გათვალისწინებული ამ საქმეში აი ეს არის ჩვენი პრინციპი რომლითაც განსხვავდებით ამ პოლიტიკურ პარტიებისგან რომელსაც გინდა თუ არა ორი ლიდერი, ერთი ლიდერი ან სამი ლიდერი და ისინი რასაც იტყვიან ის უნდა გააკეთოს ყველამ, არა. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რომლის აზრის იქნება უკეთესი. ქვეყნის გადარჩენისათვის და ქვეყნის და სამშობლოს კეთილდღეობისათვის. ძალიან დიდი მადლობა ესეთი ჯულიანი მოწოდებისთვის. ძალიან საინტერესო ნაბიჯები გაქვს ამოწყებული და რთული ნაბიჯები ამ რთულ დროში და პერიოდში, იმიტომ რომ მე როგორც ხედავ ძალიან ძნელია ხოლმე ქართველებში ზოგი ბელადს ელოდება, როდის დაიბადება, ზოგი რას ელოდება, ზოგი რას და თან ნახე როგორი პრობლემაა ყველაზე მთავარი, რასაც ხედავ ხოლმე ბელადის მოლოდინი ერთია და პიროვნების აღმერთება გვხვევია ხოლმე. და ასევე რასაც მე ვაკვირდები ბოლო ჩემი ასაკის გონივრული ასაკის პერიოდიდან გამომდინარე რასაც ხედავ ვაშაურად იდება პარტიას ძალიან რთული გზა გაქვს არჩეული მინდა წარმატებები გისურვო ძალიან საინტერესო იქნება ამას თუ მოახერხებ და დამერწმუნე გაშუქების კუთხით, როდესაც რაიმე პატარა თუნდაც შეკრება იქნება, რაიმე მოქმედება იქნება, ჩართვა გენდომება, მუდმივ კომუნიკაციაზე ვარ და ჩემი ლაივის კარი ყოველთვის ღია იქნება, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები ძნელად მოხერხებადია საქართველოში ეროვნულ ფლანგზე. თითქმის 35 წელია, 37 წელია ვერ მოხერხდა ეს და თუ მოახერხებ ძალიან გამიხარდება და გულით დაგლოცავს და ღმერთმა წარმატების გზით გატაროთ წმინდა გიორგი გიწინამძღვროთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მშვიდობიან საღამოს გისურვებ და მინდა წინასწარ გითხრა, რომ აგვისტოს დღეებში აუცილებლად მე მექნება თხოვნა, რომ აგვისტოს ომის პერიოდის დღეებში მოვიპოვი ადამიანს ვინმეს რესპონდენტად, რომელიც ისაუბრებს აღმოსავლეთ საქართველოში განვითარებულ პროცესებზე და შენ დამჭირდები სტუმრად კოდორის ხეობის ამბებზე, უფრო სიღრმისეულად ეს იყო ძალიან ზოგადი იმისთვის, რომ ჩემი მაყურებელთვის გამეცნო რა გიკეთები აქამდე ეს რა თქმა უნდა Facebook-ზე, YouTube-ზე გავრცელდება ეს ჩანაწერი, როგორც კი ჩამოტვირთავ და ავამონტაჟებ და გავუშვებ და აგვისტოში აუცილებლად უნდა იყოს ჩემი სტუმარი ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კოდორის ხეობის ამბები არ არის პატარა თემა. ძალიან სიღრმისეული ჩაშლა ჭირდება ამ თემას და სიამოვნებით გისტუმრებ. დიდი მადლობა. მშვიდობიან საღამოს გისურვებ და წარმატებები ამ მართლა ღვთისმკურთხეულ საქმეში ძალიან რთულ გზას დაადექი და გამიხარდება თუ შეძლებდა ბოლომდე გაიტან ჩვენს ლელოს. დიდი მადლობა. ნახვამდის. გაიფარეთ, მადლობა მოწვევისთვის. აბა კარგად გელოდებით. დროებით მშვიდობიანი საღამო.